მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას პარლამენტი ნდობას დღეს გამოუცხადებს რეგლამენტის თანახმად ამისთვის ახალ მინისტრებს დეპუტატების სრული მხარდაჭერა სჭირდებათ. პარლამენტი უფლებამოსილია ნდობის გამოცხადებისაგან თავი შეიკავოს და ცალკეული მთავრობის წევრის აცილების საკითხი დასვას. თუ ამ გადაწყვეტილებას პრეზიდენტიც დაუჭერს მხარს, აცილებული პირი მთავრობის იმავე შემადგენლობაში ვეღარ დარჩება. თუ მთავრობის შემადგენლობამ და სამთავრობო პროგრამამ ზედიზედ სამჯერ ვერ მიიღო პარლამენტის ნდობა, 5 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურას წარადგენს ან საკანონმდებლო ორგანოს თანხმობის გარეშე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს. პრემიერ-მინისტრი კი 5 დღის ვადაში ნიშნავს მთავრობის წევრებს. პრეზიდენტის თანხმობით ამ შემთხვევაში პრეზიდენტი ითხოვს პარლამენტს და ნიშნავს რიგ გარეშე არჩევნებს. უკვე ცნობილია, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ახალგაზრდებს მხარს არ დაუჭერს. მინისტრთა კაბინეტში ცვლილება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შეეხოზურა პოლიკაშვილს ვერა ქობალი ეცვლის. რეგიონული მართვის და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე კი დავით დღეშელაშვილს რამაზ ნიკოლაიშვილი შეცვლის. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ახალ სამინისტროს სათავეში ლადო ვარძელაშვილი ჩაუდგება. საკუთარი პროგრამა მათ საპარლამენტო კომიტეტებს 30 ივნისს გააცნეს. გუშინგი სამოქმედო გეგმა და პრიორიტეტები ბიუროს ხდომაზე წარადგინეს. ვერა ქობალია მთავარ მიზნად მცირე ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას, ინფრასტრუქტურული პროექტებს და ტურიზმის ხელშეწყობას ასახელებს. მინისტრობის კანდიდატი ამბობს, რომ სამუშაო გამოცდილება აქვს და საქმეს თავს კარგად გაართმევს. ლადო ვარძელაშვილისთვის მნიშვნელოვანია შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ახალგაზრდულ პროგრამებთან მიმართებაში იმუშავებს. რამაზ ნიკოლაიშვილს პრიორიტეტად კი ისევ გზები და ინფრასტრუქტურის პრობლემები მიაჩნია. პარლამენტის წინაშე დღეს უკვე წარსდგება მთავრობის განახლებული შემადგენლობა ნდობის მისაღებად. ბუნებრივი არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები, რომლებიც არსებობს როგორც პრემიერ-მინისტრის მისამართით, ასევე ცალკეული მინისტრობის კანდიდატების მიმართ და რამდენადაც მწვავე არ უნდა იყოს ეს შეკითხვები, მთავრობის ყველა წევრი მზადაა, რომ გასცეს ამ შეკითხვებს კონკრეტული პასუხები. უმრავლესობა არის ძალიან ისეთ ჩამოყალიბებული მხარდასაჭერად, ამიტომ მე ვფიქრობ, ყველა ეს წარმოდგენილი ვარიანტი იქნება დამტკიცებული. ევროსაბჭოს დელეგაცია თბილისში იმყოფება. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორნბიორნ იაგლანდი და სლოვენიის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ანტონიო მილოშკოვსკი ოფიციალურ შეხვედრებს დღეს იწყებენ. დაგეგმილია აუდიენცია საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს მინისტრთან, ასევე ლტოლვითა და განსახლების მინისტრთან. განსახილველ საკითხებს შორის არის ევროსაბჭოს საქართველოს თანამშრომლობა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები. შეხვედრაზე საუბარი იქნება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოხსენების შესახებაც, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომს ეხება. მოგვიანებით ევროსაბჭოს დელეგაცია ოკუპაციის მუზეუმს და ოქროს ფონდსაც ეწვევა. თბილისის წნეხის ქვეშარის ამსათაურით აქვეყნებს სტატიას გაზეთი ნიუსვიკი. პუბლიკაციის ავტორი ოუენ მეთიუსი რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობებს საქართველოსთან მიმართებაში განიხილავს და წერს, რომ ვაშინგტონის მოსკოვთან დამეგობრებას ერთი აშკარა მსხვერპლი ჰყავს საქართველო. მეთიუსი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საქართველოს მიმართ თეთრი სახლის განსაკუთრებულ მხარდაჭერას იხსენებს და იმასაც აღნიშნავს, რომ ვითარება დღეს მკვეთრად შეცვლილია. მეთიუსის თქმით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პროდასავლური რეჟიმების მხარდაჭერის და საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების კამპანია შეწყდა. ამის ნაცვლად კი პრეზიდენტმა ობამამ პრიორიტეტად რუსეთთან ჯანმრთელი სამუშაო ურთიერთობები დაისახა. ორმა ქვეყანამ ბირთვულ თანამშრომლობაში საერთო ენა გამონახა. ირანის სანქციებზე და ანტისარაკეტო თავდაცვაზეც კი გასულ კვირას ობამა მედვედევის მეგობრული სამიტი ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ქვეყნების ურთიერთობებში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. ამავდროულად სტატიის ავტორი საქართველოს და ირანის შორის ბოლო დროს ინტენსიურ და პარტნიორულ კავშირს იხსენებს პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის გასვლით ვიზიტის შეთავაზებასაც და ვარაუდობს, რომ საქართველო ახალ მოკავშირეს ეძებს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი აღარ არის. ერთიანი ეროვნული გამოცდების მეორე დღეს აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. პირველი საგამოცდო სესია მოსწავლეების უმრავლესობამ, როგორც თავად ამბობდნენ, წარმატებით გაართვეს თავი. ტესტისთვის განკუთვნილი 4 საათი მათთვის საკმარისი აღმოჩნდა. პროცესმა ექსცესების გარეშე 7 ვითარებაში ჩაიარა. გამოცდებისათვის რეგისტრაცია წელს 3500-მდე აბიტურიენტმა გაიარა საგამოცდო პროცესს, 1300-მდე მეთვალყურე და კურიერი აკვირდება. საქართველოს მასშტაბით 15 საგამოცდო ცენტრი მუშაობს. თბილისის შეხვედრა გამოცდები კიდევ 12 ქალაქში ტარდება. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2023 ვლისს დასრულდება. საბოლოო შედეგებს აბიტურიენტები 20 აგვისტოსთვის უნდა ელოდნენ.
განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მასწავლებლებს ახალი სასკოლო ჟურნალი და მოსწავლეთა შეფასების ახალი სისტემა გააცნო. ახალი ნიმუშის სასკოლო ჟურნალი ორი სხვადასხვა კატეგორიისთვის იქნება განკუთვნილი პირველიდან მე-4 კლასამდე და მე-5-დან მე-12 კლასამდე. მომავალი ჟურნალი 15 სექტემბრიდან შევა სკოლებში იცვლება, ასევე შეფასების სისტემაც. აღარ იქნება პროცენტების გამოთვლის საჭიროება 10 ბალიანი სისტემით შემოღებულია 3 ნიშანი და 3-ვის თანაბარი დავტვირთვა ექნება. ცოდნა 3 კომპონენტით შეფასდება საშინაო დავალებებში, საკლასო სამუშაოებში და საკონტროლოში. ახალი სისტემა, რომელიც ამოქმედება 15 სექტემბრიდან ყველა საჯარო სკოლაში. პირველ რიგში ეს ეხება გამარტივებას თვითონ ჟურნალის წარმოების, იმისათვის რომ პედაგოგებს უფრო მეტი დრო ჰქონდეთ, იმისათვის რომ შეაფასონ ბავშვის რეალური ცოდნა და ასწავლონ ბავშვს და არა იყვნენ დაკავებული პროცენტების გამოთვლით. მეორე იცვლება თვითონ საკლასო ჟურნალი, იმისათვის რომ რეალურად ჟურნალის მეშვეობით პედაგოგმა აკონტროლოს აკადემიური დასწრება ბავშვის. ცოდნი გამსახურდიას ადვოკატმა ევროსასამართლოს პასუხის შესახებ განცხადება გააკეთა. გამსახურდიას დაცვის მხარემ სასამართლოს განცხადებით 26 ივნისს მიმართვა. მიმართვაში ორი მოთხოვნა იყო სასამართლოს რეგლამენტის ან 39 მუხლის თანახმად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დროებითი ღონისძიებების შესახებ უნდა მიეთითებინა ერთის მხრივ საქართველოს მთავრობის მიერ პატიმრისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის შესახებ, ასევე ცოდნი გამსახურდიას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, რათა სასამართლოს პროცესის წარმოება შესაძლებელი ყოფილიყო. ყველა მოთხოვნა სასამართლომ 29 ივნისს დააკმაყოფილა. 26 ივნისს ცოდნი გამსახურდიას დაცვის მხარემ სტრასბურგში ევროსასამართლოს გაუგზავნეთ მოთხოვნა, ანუ განაცხადი შევიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპულ სასამართლოს გაეტარებინა დროებითი ღონისძიება, ანუ მიიღო მითითება საქართველოს მთავრობისათვის დროებითი ღონისძიების გატარების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა ძალიან მოკლე, ექსტრემალურად მოკლე დროში მინდა გითხრათ, ვინაიდან განაცხადი ჩვენ გავაგზავნეთ 26 ივნისს და ჩვენ დაკმაყოფილება მივიღეთ უკვე 29 ივნისს. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება მაღალმთიან რეგიონებში ახალ პროექტს იწყებს. რაჭა-ლეჩხუმის, ზემო სვანეთის, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის რაიონის მოსახლეობას ორგანიზაციის წევრები აკადემიურად მოამზადებენ. სწავლების პროცესის სტიქიური უბედურებებისათვის მზადყოფნას და თავდაცვის შესაძლებლობას გულისხმობს. პროექტის მთავარი მიზანი ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლის და ზარალის შემცირება, ასევე მოსახლეობის ცოდნის ამაღლებაა. სემინარი 2011 წლის ივლისში დასრულდება. ბოლო დროის განმავლობაში საკმაოდ გახშირდა ბუნებრივი კატასტროფები საქართველოში და ერთ-ერთი რეგიონი, რომელშიც მსგავსი კატასტროფები ძალიან ხშირად ხდება, ეს არის რაჭის რეგიონი. ადრე თუ რაჭაში მხოლოდ ასე ვთქვათ მიწისძვრები იყო ხოლმე, დღეს უკვე აშკარადაა გამოკვეთილი, რომ არის წყალდიდობებიც, არის ასევე მეწყერები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ჩვენი გადაწყვეტილება იყო განპირობებული სწორედ ამ მიზეზით, რადგანაც ავირჩიეთ რაჭა, ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. სურვილი იმისათვის, რომ შეისწავლონ როგორ მოემზადონ და როგორ მოახდინონ რეაგირება კატასტროფებზე არის ძალიან დიდი. რომ გითხრათ, რომ მზაობა არის, ანუ მზად არ არის თვითონ თემი, იმიტომ რომ ახლანდელმა ასე ვთქვათ კატასტროფებმა აჩვენა ეს, რომ თემს სჭირდება მზადება. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დირექტორი ზაზა ჭელიძე არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ორგანიზაციებს ჭელიძემ საკუთარ უწყებაში მიმდინარე რეფორმები გააცნო. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა კითხვარების გამარტივება, კვლევის მეთოდოლოგიის დახვეწა და საზოგადოების მხრიდან ცდობის ამაღლება იყო. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი ინფორმაციის ძირითად მოხმარებლებთან შეხვედრებს, ჩვენ გვაქვს განსაზღვრული ფორმატი თანამშრომლობის, აქტიურად მუშაობთ უკვე ბიზნეს კომპანიებთან და ბიზნეს ასოციაციებთან. შემდეგ ნაბიჯი არის არასამთავრობო სექტორი, ეს არის შეიძლება ითქვას პირველი გაფართოებული შეხვედრა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩვენ გავაცნობთ სამსახურში მიმდინარე რეფორმებს, სამომავლო გეგმებს და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი შევთანხმდებით ჩვენ სამომავლო თანამშრომლობას. ძირითადი საკითხი დგას სანდოობა, ან მოსახლეობის ნდობა იმ ოფიციალური სტატისტიკისადმი და აუცილებელია რომ აი სწორედ ამ მიმართულებით ერთობლივად ვიმუშაოთ, რომ ეს სანდოობა გაიზარდოს.